Ozan. Ozan. მეგობარო, რა მალე მოხვედი. და ზირნად კარგი ამინდია. ჩემმა მეგობარმა კონძოლზე დარჩენა გადაწყვიტა და მეც წამოვედი. მეგობარო, რა მოგივიდა ხელზე რა გჭირს? არაფერი. თურქის დახვევის დროს გავიჭერი. საგანგაშო არაფერია. შეგიხო? არა, ისეთი არაფერია. გამემშვიდობის. ახლა შემოახვია, მე ჩაის მოვდან. მეგობარო, ცხელი ჩაიდელია, გაყინული ხარ. გაგიმართლა რომ გიპოვეთ. ძმაო, ახლა საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. სუდად არის, სანაპიროს დაცვას უნდა შევატყობინოთ. არა, პრინცეს კონძოლზე წამიყვანეთ. მეგობარო, იქ რა გინდა? ხვდები რა დღეში ხარ? შუაღამისას ზღვაში როგორ აღმოჩნდი? და კიდევ კონძოლზე წამიყვანეთო ამბობ. კონძოლზე რა გინდა, მეგობარო? არა, მნიშვნელობა აქვს, მეგობარო. მისი თავი სანაპირო დაცვას უნდა შევაბაროთ, მორჩა. თავს შარში ვერ გავყოფთ. ფული მაქვს. ბევრი ფული მაქვს. ფული მაქვს. რამდენიც გინდათ იმდეს მოგცემთ. კონძოლზე წამიყვანეთ. კარგი. გადაღებულია. მორჩა, გავიყინე. ოჯახობთ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც მინდა და გაიქეცი კოსტიუმი გამოიცვალე. კარგი. დაეხმარეთ მეგობრებამ. მამა? ახლა ვემოვალ. ჩემი აზრით, აიბერგ-ფილისთან ერთად უნდა ითამაშოს ძალიან კეთილშობილი და ლამაზია, მასზე ვგიჟდები. აიბერგ-ფილიზე მერე კარგად უნდა წავიკითხო, მართლა ასე წერენ? შენი თაყვანისმცემლების რიცხვი იზრდება. კარგი, უნდა წავიდე გარეთ, მამა მელოდება, გაიყინა. კარგი, ეს არ დაგავიწყდეს, წაიღე. ეს ფერი კი ძალიან გიხდება. ძალიან დიდი მადლობა, დროებით. მამა. მომშვიდება. გარეთ ძალიან ცივია. მაინტერესებდა გადაღება სად გქონდა და მოვედი. თანაც სახლიდან თხლად ჩასმული გამოხედი. გამომართვეს. ჩაიცვი. მე კი ვამბობდი, ნეტავ რამე თბილი წამომეღო მეთქი. დიდი მადლობა. ძალიან მშია, გინდა წვნიანი საჭმელად წავიდეთ. ცხელი წვნიანი მოგიხდება, წამოდი. წავიდეთ.
ზმაო, რა ხდება მოჩვენებასავით რატომ დადიხარ? რა გჭირს? მართლა მოჩვენებას გავხარ. გარეთ ცივა. ძალიან მცივა. ზმაო, 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 კარგად ხარ? კარგად ვარ რუსკარ. ზმაო, ამ ამბავზე ვერს ნერვიულობ. ყველაფერი რიგზეა მეთქი. შემეშვი. კარგი. როცა გულღვიძლის წვნიანი არსებობს, ადამიანმა ჩვეულებრივი წვნიანი როგორ უნდა ჩამოსშვილო? შენ არ გიჭამია. ერთი კოვზე მაინც გასინჯე. მიდი. არა, არ მინდა მამა. გულღვიძლის წვნიანი არ მეყვარს, თანაც ნივრიანია. არ მინდა. სუნი მალე გაქრება. დილით საერთოდ აღარ გექნება. ერთი კოვზე მაინც გასინჯე. ჩემი ხათრით. ძალიან ცუდიც არ ყოფილა. ეს წვნიანების მეფეა შვილო. რა მოხდა? რატომ მოისყინე? არაფერი. შენ ყველაზე მეტად დესწვნიანი გიყვარს? როცა ასეთი წვნიანი არსებობს, სხვა როგორ უნდა გიყვარდეს? ო, დედა ძალიან გემრიელს ამზადებს. რა საშინელება არა? როცა დაკარგულ წლებზე ვფიქრობ, გული ძალიან მდგება. საშინლად. კარგი, არა უშავს. ცუდზე აღარ ვიფიქროთ. ერთად მეტი დრო გავატაროთ. შენის მითხარი, სხვა რა საჭმელები გიყვარს? ფილტვი სანელებლებით. უпроსტად სანელებლიანი ფილტვი და მაიონეზიანი კვერცხი. მოკლედ, ეს კერძი ო, მეც ძალიან მიყვარს. კვერცხი, ბევრი წიწაკით. ზემოდანაი ასე მოყრილი წითელი წიწაკა. წითლის ხსანებაზე გამახსენდა. რომელია შენი ყველაზე საყვარელი ფერი? არ ვიცი, ამაზე არც კი მიფიქრია. ალბათ მწვანე. მწვანე. მწვანე კარგი ფერია. შენ სავით ლამაზი. მეც ძალიან მიყვარს. და კიდევ ცისფერი. ხო. ვინ არის? ოზანი. ოზან? შეიძლება შემოვიდე. რა მოგივიდა? სულსველია. რა მოხდა? გემი ამ დროს არ არის, რით ჩამოხვედი? გადმოცურე.
ოზან მითხარი, რა მოგივიდა? დაჯიქი, მოგიყვები. Hakan'tan zavedi. მინდოდა პასუხი მომეთხოვა. იახტით ზღვაში აპირებდა გასვლას, ძლევის მეუსარი. ყველაფერი აღიარა. როცა მიხვდა რომ ეს ლაბარაკს ვიწერდი გაგიჟდა. ჩხუბი დავიწყეთ. არ მითხრა რომ გემიდან გადაგაგდო. არა, მას არ გადავუგდივარ, გადავარდი. ის კი ჩემს დასახმარებლად არ გადმომხდარა. მიმატოვა და წავიდა. არც მოუძებნი ვარ, მიმატოვა. ჩემმა მეგობარმა. თავის დროზე ყველაზე ახლო მეგობარმა. ყველაზე ახლო მეგობარმა მიმატოვა. ოზან, მოდი წამოწეკი. წამოდი და ისვენე. მოიცადე ერძახვიდე, შენს სერიალს ერთად ვუყუროთ. აი კომპიუტერში რომ უყურებ ხოლმე. მართალია მე ამის არაფერი გამეგება. არა, უნდა წავიდე. დედა ინერვეულებს. მტერთან არ ხარ, საკუთარ სახლში ხარ, საკუთარ მამასთან. დედა შენის აზრით კი ისე მტერზე უარესი ვარ. ხომასეა. ის ხალს არაფერს შემიშლის. ძალიან გთხოვ, სამართლოვნო იქნები. რომ ზგიშლიდეს მართალიც იქნება, ხო ასეა? მე უბრალოდ მინდა უფრო დიდხანს გიცქირო. სულ ეს არის. მეტი არაფერი. კომპიუტერი სად არის? ახლა მოვიდან. ბატონი ჰიკმეთის ვალი. ეს რა არის, რა ფულია? ერთი კვირის ჩაისვალია, აქასეა, ცოტა სიხდიან. ვირებით მუშაობ და გროშებს იღებთ? მართალია ის ბიჭი ამდენი წვალება სამი კურუშისთვის? როგორ ფიქრობ, ვერს? მუსა არ წოწუნებს? ისევ ეთერში ვართ, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დემეთ ქაიხანის მკვლელობასთან დაკავშირებით სიახლეებია. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა, დაკავებული დანაშაულს უარყოფს. პოლიცია კი იმედოვნებს, რომ ამ საქმეს მალე გახსნის. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. უცხომ რომ შემოხედოთ ეს გალეთ კონტრის ახლობელი ეგონება. ეთერში გასულ ყველა ახალ ამბავს გაფაცისებით უსმენთ. ახალგაზრდა და ყველასთვის საყვარელი მსახიობი იყო. ამ ბაბით მთელი თურქეთი დაინტერესდა. მე რატომ არ უნდა დავინტერესდე? საქმეს მიხედე. თილქი მეგობარო ახალ ამბებს ახალხანს მოусმინე. ვინ დააკავის? სუზმი. ღმერთო ჩემო. სუზმის იმედი მაქვს, არაფერს ეტყვის. მე შენსავი დარწმუნებული არ ვარ. როგორ ფიქრობ ადამიანის მკვლელს პოლიცია ვერ ალაპარაკებს? ცოტა იდიოტია, მაგრამ შიშარა ნამდვილად არ არის. არ გაგვყიდის. გავგიჟდები. მართლა გავგიჟდები. მისმინე? იცოდე მე არაფერ შუაში არ ვარ. უბრალოდ იახტა გიშოვეთ, გასაგებია? გემოდარებით ღვთის გულესათვის. ამ საქმეში არ გამრიოთ. შვილები მყავს. ერთი შვილი ციხეშია, გოგონები ცოდოები არიან, მათ ვინ მიხედავს? თავის საფრთხეში ჩავიგდე და აქ მოვედი ზაფერ. საქმე ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. პოლიციაში ფოტორობოტები შექმნეს. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ რას ვიტყვით. რა ფოტორობოტი? მე მგავს? ო, შენც გგავს და მეც. საქმე გართულდა. თუ დაგაკავეს, იცოდე ხმა არ მოიღო. თავი არ მომაკლევინო. გეგე? Kendini harcatma bana.
დილა მშვიდობის. კვერცხის სუნია? მოდი ადიქი, მოდი სანამ გაცივდება. მოდი. რა კარგი სუნია. ყველის გვაძელიც ვიყიდე. ცხელია. რამდენი რამ მოგემზადებია? ყველაფერი ახალია. ბაღში ყვავილებს რომ ვკრებდი, ცოტა არ იყოს მეშინოდა, არ დამეჭირონ მეთქი. მაგრამ რომ დავინახე, ცდუნებას ვეღარ გავუძელი. ძალიან ლამაზია. წავალ ხელპირს დავიბან. ამის მომზადება როდის მოასწარი? შენი ხმა საერთოდ არ გამიგია. ადამიანი რომელიც მარტო ცხოვრობს, ჩუმოთ ეწევა ხოლმე საქმიანობას შულა. გადაღებებზე მშიერი არ წახვიდე, დღე და ღამე მუშაობ. ავად არ გახდე. დიდი მადლობა, მამა. ძალიან გემრიელია. ვეღარ გავიგე რომელი შევჭამავ. შეგერგოს, გემრიელად მიერთვი შვილო. დედა შენი წასვლამდე კვერცხის გატეხვას კი არ მეხერხებოდა. როგორც კი მარტო დარჩე, მაშინვე მზარეულად გადავიქეცი. ცოლი რატომ არ შეირთე? მომგითხარი შვილო, ერთ ქალს ვერ მივხედე და გადავწყვიტე. ჩემი თავი და მესაჯა, თუმცა უკვე გვიანი იყო. მივხვდი რომ ნამდვილ კაცად უნდა ვქცეულიყავი და დღემდე ვცდილობ კაცურად ვიცხოვრო. დარჩენილი წლები გამოსასწორებლად მეყოფა თუ არა ეს არ ვიცი. მოკლედ არ ვიცი რა იქნება. ყველი დამვიწყებია. ახლა მოვიდან. მდნარი ყველი ბავშვობაში გიყვარდა. თანაც ძალიან გიყვარდა. პულს მომაწვდიდი ხოლმე. მომაწვდიდი ხოლმე და მეტყოდი. წამისვი მამა. ხო, წამისვი მამა, წამისვიო. კარგი, წამისვი მამა. დაჯექი შულო და ისე შეჭამე. დამაგვიანდა. მომეცი მე გავაკეთებ. დაიგო. ხო, სულ სახალხო მომიტანე. შენ თვითონ ვერ მოიდან? მომიტანე. მე ჩანთას ავიღებ. დედა ზელიხა, ჩაი აღარ გაქვს, მოგიდან. გამომართვი მამაშენსაც მოუტანე. გაცივდა, არ დაულევია. მოუტანე. მამიკოსაც მოუტანე. ზაფერ. იუსუფს რა უღოთ? მეტი რა უნდა გავაკეთო ზელიხა. რა გავაკეთო? ამდენი მაშინ უნდა გეფიქრა შენი შვილის ახლიდან კინწესპრით რომ მაგდებდა. მალე შენ შვილსაც იმავეს გაუკეთებენ და ნახავს. გალბატონი ომუთი. შენ დაელაპარაკე. ველაპარაკე. უმუდსაც ველაპარაკე, მაგრამ ნელ-ნელა შვილს მართმევს. ზელიხა. რაც არ უნდა გამეკეთე მინამ. გავაკეთე. გასაგებია, ჩემი პრობლემებიც მყოფნის. იუსუფი გამაყლდა. ახლა ისიც მე ვიდარდო. შენ რა პრობლემები გაქვს? კიდევ რა მოხდა? სახე რატომ ჩამოგტირის? ღმერთო ჩემო. შეიძლება ერთ დილას მაინც მითხრა დილა მშვიდობისა, გამარჯობა, როგორ ხარ? მაშინ ვეკითხოს მაყრი და პასუხებს მთხოვ. ნუ თუ იმ იდიოტს უნდა დარჩეს ბურთი და მოედანი.
იქნებ ფოტორობოტი მე არ მგავს. იმ შუაღამისას როგორ გამინახეს? ოზან გაიღვიძე მაპატიე მაგრამ აქ ვეღარ გავჩერდები მე შინია კარგია რომ გამოღვიძე მაგრამ რო გეშინია აგანი ვერ გაიგებს აკროვარ თანაც ჩემთვის რაღაცის თქმა მინდოდა მე შინოდა და ჩუმად ვიყავი მაგრამ მოკლედ უნდა გითხრა არც გუშინ მომეცა საშუალება რა დემეთი ჰაკანს მოუკლავს რა? რას ამბობ? ტელეფონზე ვსაუბრობდით მას ეგონა რომ გამითიშა თავის თანაშემწეს ელაპარაკებოდა თავიდან ვიფიქრე მომოჩვენა მეთქი მაგრამ მას შემდეგ რაც გუშინ გააკეთა ამაში დავწმუნდი თუ მიხვდა რომ ტელეფონით ყველაფერი გავიგონე მე შინია შეიძლება იფიქროს რომ რაც შენ გითხარი იმას უმოცაც ვეტყვი მელის აკანია ამ სახლს უგანაგარი აქვს და ხოცავს ოზან დაწყნარდი ვერაფერს ეზამს მე აქ არ უნდა მნახოს ეს კარი სად გადის საწყობში ჩადის წამოდი მელის მელის ჭუმად სად არის წავიდა? დავიდა თორემ აქამდე მოგვეგნებდა SMS-ი მიწერა შეხვედრაზე ვარ ქალაქში და რომ მოვიცნე და ვრაკავთქავ
მადლობა ღმერთს. გაიხაროს ვინც ეს ფოტო დახატა. საერთოდ არ მაგავს. კარგი ბატონო ტუფან დროებით. კარგად იყავით. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, პირიქით საქმეში გამოგვადგა. რა მოხდა ხედავთ? ეს დღეს უკვე მესამე პროდიუსერია. გაწონასწორებული კაცია, კარგ თანხასაც გვთავაზობს, მაგრამ არ ვიცი უმოც დავითანხმებ თუ არა. Etmeli miyiz ve de? ბატონი ჰაკანი სხვას ანგარის ნაკლებად უწევდა. ახლა კი იმავეს მას უკეთებენ. სანამ არ დაღუპავენ, არ მოეშვებიან. გეუბნებით ქალბატონო სუდე და იმახსოვრეთ. კარგი საყვარელო დემეთი ჰაკანმა მოკლა, უდანაშაულო ადამიანს გადაეკიდებიან და ჭკუიდან გადაიყვანენ. Olacağı o olacak yani. ახლა ორი ძალა ერთმანეთს დაეტაკება და სეზონი ჩავარდება. ბატონი ჰაკანის კონკურენტები დემეთის ამბით ხელის მოთმობას ცდილობენ. ქალბატონო სუდე, გეგმამდე უნდა შევიმუშაოთ. გამოვა რომ ჰაკანის ზურგს უკან ინტრიგებს ხვართავ. რაც არ უნდა მოვიფიქროთ, მაინც დავზარალდებით. ყველა ნაბიჯი კარგად უნდა გავთვალოთ. კარგი, ჯერ უმოთი მოვიდეს და ველაპარაკოთ. კარგი, მოვიდეს და ვნახოთ. ვნახოთ. ჯანანი, ყავა მომიტანე. თქვენი დღევანდელი გეგმა. გელოდებოდი, შეიძლება ველაპარაკოთ. ყავა არ მინდა, ტელეფონზეც არავინ დამაკავშირო. ცუდად გამოიყურები. რას მეუბნები? ახალი ამბავი გაიგე? რა ამბავი? პოლიციამ ვიღაც დააკავა. ვის ვუთხრა არ ვიცი. სადაცაა გავგიჟდები. ბოლო დღეებია წამლის გარეშე ვერ ვიძინებ. ჰაკან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მას დიდი ხანია ვფიქრობ გამოსავალზე, რომელიც ორივეს გამოგვიყვანს ამ ჩეხიდან. მგონი ვიპოვე, მაგრამ მე შინადა მარტო არ დაგეტოვებინე. ფიქრობ ჟობს აქედან შორს წავიდე. რეგისტრაცია კომპანიის სახელზე გავაკეთე, აქ ვერ ამიგიპოვის. ამიტომ არ ინერვიულო. არ მესმის რატომ მეხმარები? შეიძლება ითქვას, რომ ამ შარში მე გაქვიე. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, გასაგებია? ამ ხიფათს ერთად უნდა დავაღწევოთ თავი. ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის გარდა სხვა შანსი არ გვაქვს მელის. ყურადღებით იყავი. რომ მიპოვოს? ვერ გიპოვის. ტელეფონზე არავის არ უპასუხა, მათ შორის არც დედაჩემს. კარგი. მაგრამ შენც ყურადღებით იყავი. ჰაკანი ამის შემდეგ აღარ მოისვენებს. თუ გნახა, ნუ გეშინია. მოვაგვარებ. ჰაკანს მე თავად მიხედავ. დროებით. არ მითხრა რომ ჩარევას არაპირებ, გეუბნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, გაიგე, ძალიან მნიშვნელოვანია. მოვდივარ და ჩემი მოსმენა მოგიწევს, უმოც არაფერი უთხრა. ვაღიარო? იფიქრე და ეს მოიფიქრე? ოჩახ, აღფრთოვანებული ვარ. დუიგო. იმას ვამბობ, რაც ყველაზე სამართლიანი და ლოგიკურია. ამ საქმეზე ადრე თუ გვიან, მაინც შენ მოგადგებიან. მე არ მეხება ჰაკან. ჩვენ გვეხება. რას ამბობ? მე გითხარი წადი და მოაკლევინე მეთქი? არ გაგართელა სულელი ქალის გამო თავი შარში არ გაყო მეთქი? ხომ გითხარი? შენ კი რა გააკეთე? არ დამეჯერე. მე უბრალოდ მინდა და შეაშინებინათ. გავაფრთხილე კიდეც მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ მეთქი. მე მკვლელი არ ვარ ჰაკან, საიდან უნდა მცოდნოდა რომ ეს მოხდებოდა. კარგი. მაშინ წადი და პოლიციაში განაცხადე. როგორც მე მომიყევი, ისევე მოუყევი ემათაც. ამ საქმეში ჩართულ ხალხს ცოტა ფულს მივცემთ და ერთ-ერთი მათგანი ყველაფერს თავის თავზე აიღებს. რა პრობლემაა? ადამიანი მოკვდა და ისინი რას მიპასუხებენ? კარგი, მაშინ თქვენ გაგიშვებთო?
ჩემთან ხმას ნუ უწევ. დემეთი აღარ არის. მეც აღარ ვიქნები. ოზანიც წავიდა. ყველაფერი შენ დაუმოწდახჭებათ არა? ყველაფერი რაც შეგვემთხა. უმუდთან დაკავშირებული შენი იდიოტური ახირებების გამო მოხდა და კიდევ იმას გაიძახი. შენი წყალობით მკვლელი სახელს ავიკიდებ. ჩემგან რას ელოდები? რას? მადლობის გადახდას? რა გინდა? მადლობა გადაგიხადო? რა ვქნა? ამ წონპაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდი, რომ შენთან ყოფნა მინდოდა. შეგიძლია ცოტა მხარდაჭერა მაინც გამოხატო. მოიცადე ეს რას ნიშნავს? სულ გაგიჟდა? ცოტა ეჭვი შემეპარა, მაგრამ ამდეს არ ველოდი. რა გინდა მითხრა, რომ ჰაკანი მკვლელია? არ ვიცი. დანამდვილებით არაფრის თქმა არ მინდა. მხოლოდ იმას გეუბნები, რაც მოხდა. ზღვაში გადავარდი, მან კი მიმატოვა და წავიდა. მე თევზები რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. რა იყო, გგონია რომ გატყუებ? არა, არ მატყუებ, მაგრამ რა ვიცი, ჰაკანის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გამო ცოტა ხომარას ვიადებ. საყვარელო, როცა ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზი გაქვს, უმოდთან რატომ არ მიხვედი და მე რატომ ვნახე? თითქოს არისოდი რა შეგვემთხვა. ახლა უმოდი საერთოდ არ მენდობა. სამაგეროდ ჰაკანი ნამდვილი ანგელოზი გონია. შენი აზრით ახლა მე დამეჯერებს თუ ჰაკანს? ეს ყველაფერი უმოც რომ მოუყვე, ჰაკანს პასუხს მოსთხოვს. ჰაკანი კი ისეთ სისულელებს მოუყვება, რომ უმოთის თვალში ნამდვილი ინტრიგანი გამოვა, რომელიც თავისით იგონებს რაღაც ისტორიებს. მე კი სამხილები არ მაქვს. არანაირი სამხილე არ გამაჩნია. მის გარეშე ვინ დამეჯერებს? აი ხომ ხედავ, შენს კი არ გჯერა. მაპატია ოზან. ამის დაჯერება ცოტა რთულია. მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო. ბოლოს ალბათ გავგიჟდები და ეგ იქნება. შენ მხოლოდ ის გააკეთე, რასაც მე გეუბნები, კარგი? მე კი მშვიდად იყავი. საყვარელო, მას შემდეგ რაც გავიგე, მშვიდად როგორ ვიყო. ახლა იმას ვფიქრობ, შენი დავალება როგორ შევასრულო. დედა ზელიხა, ჩვენ მივხედავთ, არ შეწუხდე. რას ამბობთ შვილო? ისედაც ყველა საქმე თქვენ დაგაწვათ. ამას მე მოვაგვარებ. ჩვენ გასეირნება გამოგვივა. მომეცი. კარგი, მაშინ მე კექს გამოვაცხობ და რომ დაბრუნდებით, ჩაისთან მივირთვათ. კაკაოთი? ო, კაკაოთი. ჩვენ ძალიან გემრიელს აცხობ. ჩვენ ეგეთი გემრიელი არ გამოგვდის. კარგი შვილო. კარგი, წავალთ და მალე მოვალთ. კარგი, დროებით, დროებით. ბოლოს საუბრის შემდეგ შენთვისაც არაფერი უთქვამს, არა? არა. მაგრამ ალბათ მამას მალე გაშორდება, ალისაც წაიყვანს. ამ ყველაფრის შემდეგ მამას საქციელი როგორ უნდა მოითმინოს? როდემდე შეგვიძლია რომ დავაკავოთ? როცა ვცდილობდი მის მიმართ სიძულვილი გამომეხატა, ვერ ვამჩნევდი თურმე როგორ ვენდობოდი. სადმე დიხარ საყვარელო? მას მერე ვეღარ ვილაპარაკეთ. სილა გამაწანი. ჩემი ძმის თვალში დამამცირე. კიდევ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რასაკეთებ, ხელი გამიშვი. შენთან საქმე მაქვს. გეყოფა რაც მაწვალე. ტაიფურ, ხელი გამიშვი. ნუ გამაღიზიანებ. მოდი აქ ილდა. გამიშვი მეთქი, ტაიფურ. დაჯიქი ილდა. რა ხდება, რასაკეთებ? მალე დაბრუნდება, განგას ნუ ატეხავ. ნერვები არ მომიშალო. წყნარად იყავი.
მომისმინე ტაიფურ, გააჩერე მანქანა და რაზეც გინდა იმაზე ვისაუბროთ. პროდუქტი მაქვს საყიდელი და დაზელი ხამელოდება. შუა გზაზე გავჩერდეთ და ველაპარაკოთ. ნუ ჩქარობ. სახლში მივობთ და იქ ველაპარაკებთ. რა სახლი? მე შენ სახლში არ გამოყვები. მანქანა გააჩერე. ახლავე გააჩერე. არ მოგენათ რა? ისე მიყურებ თითქოს შენი საქმრო კი რამტერი ვიყო. აი მე კი ძალიან მომენადრე. შენ ჩემი ყოფილი საქმრო ხარ. ჩვენ დავშორდით და სისულელეს ნუ ლაპარაკობ. ჩვენ არასდროს არ დავშორდებით, ჩემო ვარდო. შენ ჩემი ბედის ერა ხარ. ცხადია ჩემი ასეთი მოულოდნელი ვიზიტი გაგიკვირდებათ. არა, უბრალოდ ცოტა ველდი. ხომ მშვიდობა? თქვენ ძალიან დაღლილი ჩანხართ. ო, ბევრი საქმე მაქვს. ბატონო ჰაკან, არც კი ვიცი როგორ დავიწყო. ალბათ სისულელია, რაც გავიგე, მაგრამ მაინც უნარბეულობ. თუ მეტყვირას გულისხმობ, ვეცდები დაგეხმარო. ახალ ამბავზე ხომ არ ლაპარაკობ? Şu gazete haberlerinden mi bahsediyorsunuz yoksa? ცოტა ხნის წინ ოზანთან ვიყავი. ალბატონო სუდე, როგორც იცით, კომპანია გრისთან 5 წლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. და ამ სიტუაციაში სხვა შემოთავაზება როგორ უნდა განვიხილო? რას გულისხმობთ? მართლა ვერაფერს ხვდები. ავუხსენი საყვარელო, მაგრამ მაინც უნდათ ჩვენთან დალაპარაკება. გაესაუბრე კომპენსაციას, ჩვენ გადავიხდითო. საყვარელო, ბატონი ჰაკანის საქმე როგორ წავა? ჯერ არავინ იცის. ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ბატონი ჰაკანი თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაშია. გეგმა ბ რომ მქონდეს, ამით რა დაშავდება? Ya hiçbir şey kaybetmezsin ki sonuçta. Ya yoldan მე geçen მისთვის biri ვინ değil. ვიყავი? Beni o haldeyken არავინ, aldı, გზაზე elini დამაყენა. uzattı, yardım etti. დახმარების ხელი Şimdi გამომიწოდა. biraz başı sıkıştı ახლა როცა diye პრობლემა aldım, შეექმნა, შუა გზაზე bırakacağım. მივატოვო? Ne diyeceğim რა peki? ვუთხრა? Kusura bakmayın, პრობლემები sizin გაქვთ და durumlar კარგად ters იყავით მეთქი? gidiyor, bana müsaade. თქვენ წრეში ერთმანეთს ასე ეკცევიან? Hem siz iftiraları იცით, მე ასე არ შემიძლია. Ay saçmalama. ნუ hayatım, სულელობ neler საყვარელო, ეგ რა diyorsun? შუაშია. Ben her მე zaman ყოველთვის yanında ჰალკანის dururum გვერდით yani. ვიქნები, მაგრამ Ama yani Aması yok. მაგრამ არ არსებობს ქალბატონო სუდე. Bence daha fazla ამაზე düşünmeyin. ფიქრიც კი არ ღირს. მეც იგივე აზრზე ვიყავი, მაგრამ ბერილი გადამეკიდა. გეგმა ბ, გეგმა ბ-ო. neyse ben de olay კარგი, ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ, სულ ეს იყო. Neyse. ახლა ჩვენ საქმეს დაუბრუნდეთ. Kendi meselemize dönüyoruz. საღამოს ვახშამზე შევთანხმდით, ხომ ასეა? ამდენი საქმის გადამკიდე საკუთარი წარმატებაც კი ვერ ავღნიშნეთ სათანადოდ. Ağız tadıyla. Tamam. კარგი, მე სახლში წავალ, დედას ნახავ. Gideyim. Annemin gönlünü წუხელმასთან aldım bu დარჩენა ვერ მოახერხე, დაველაპარაკები და მერე akşam. შევხმიანდეთ. Sonra haberleşiriz. Tayfur, დაიბორ. bak bu yaptığın რასაც adam შენაკეთებ ეს ადამიანის გატაცებაა. პრობლემებს ნუ შემიქმნი, ძალიან გთხოვ გამიშვი. წოდა ხანს მარტო დარჩი და იფიქრე. ჩემო თვალის ჩინო. არა საკეთებ. ხელი გამიშვი. კარგი, კარგი, დაწყნარდი. მერე მოგცემ. Tayfur ver. დაიბორ, ტელეფონი მომეცი. Dolapta bir თუ მოგშვიდება, მასივარში საჭმელი არის. აქ არავინ არის. Bu saatte ამ დროს ყველა მუშაობს. 10-cu katta. მე 10 სართულზე ვარ. პანჯრიდან თავი არ გაყოთო, რომ საკმაოდ ცუდად აგივა. Tayfur, დაიბორ, ვის ველაპარაკები? მამა შენს დაველაპარაკები და მოვალ. მამა ჩემი რას გეტყვის? თავარი ჩემი პასუხია. ამაზე რომ მოვალთ, მე ველაპარაკოთ. Büyüklerden ჯერ ნებართო უფროსებისგან უნდა ავიღო. Tayfur, დაიბორ, დაიბორ. korkma. ნუ გეშინია. Her şey mutlu. ყველაფერს ჩვენი ბედნიერებისთვის ვაკეთებ. დაიბორ. მოიცადე. ელდა. დაიბორ. დაიბორ, მოიცადე. მოიცადე, დაიბორ. Hadi dünya კარგი და alemi უშუალოდ საზოგადოება გაგიჟდა. onu anlarım. მაგრამ ოზანი ხომ ჩემი Bu საუკეთესო adam benim en მეგობარია. yakın arkadaşımdı. Yani მისი ცელი სამების გამართლება უბრალოდ შეუძლებელია. Asla hiçbir tarafı yok. Ne yapmaya რის მიღწევას ცდილობს. Anlamadım ki ben ვეც de. ვერაფერი გავიგე. Hiç bunları yapacak. ოზანი ხომ უჭკუა ადამიანი არ არის. Ne oldu da böyle ვერ ხვდები ayarlar ასად bozuldu? დასკვამდე Aklıma როგორ aldı. მივიდა. Madem ზღვაში თუ გადავაგდე. პოლიციას რატომ არ მიმართა?
Ya da ან შენ sen რატომ არ წახვედი polise git, პოლიციაში? bana gel. ჩემთან რატომ მოხვედი? Ben ძვირფასო onu პოლიციისთვის bir რა უნდა ne მეთქვა? diyeceğim ki? Hem zaten თანაც benim ბოლომდე aklıma ოზანის yatmadı ki მონაყოლიც არ onun დავიჯერე. anlattıkları. მე Endişeleniyorum უბრალოდ sadece. ღელავ. Çocuğun ბიჭი hali რა normal ადეკვატურად değil. იქცევა. ალბათ ამ ამბავს უმოცაც მოუყვება. მელისთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს. ისიც არ ვიცით მელისი რატომ არ წავიდა. Gitmemiş mi? ანუ არ წასულა. Yo, არა, haberiniz yok თქვენ mu? არ იცოდით? Otelinde kalıyor. უმუთის სახლთან ახლოს სასტუმროშია. Orada უსირცხვილო. yakın hani. არა, არ ვიცოდი. Nereden haber? საიდან უნდა მსოდნოდა? Ben Melis. მე მელის არ ვიცნობ. Allah Allah. ღმერთო, Nereden uyduruyor საიდან bu çocuk? მოიგონა ეს ყველაფერი? O Melis yüzünden ალბათ მელისის გამოა ასე kafayı გაგიჟებული. Aa, benim iznim bitiyor. ჩემი დრო ამოიწურა. Melis'i görmeye დღეს gidecektim მელისის bugün სანახავად ama უნდა წავსულიყავი, gidemeyeceğim. მაგრამ ვეღარ მივდივარ. თუმცა ხვალ მივალ და ჭკუას ვასწავლი. Böyle ahlaksız ის მე არ olmaz. მეცნობს. Kusura bakmayın მაპატიეთ Hakan ბატონო Bey. ხაკან. Ben მე უმოცზე ვღელავ და ამ ყველაფერს ამიტომ გიყვებით. siz de ona söylemeyin. ძალიან olur mu? გთხოვთ Boş მას boş ნურაფერს anlaşılır. ეტყვით, არ მინდა რომ ინერვიულოს. დამშვიდები, არაფერს არ ვეთქვი. დაწყნარდით. Teşekkürler. ძალიან Kolay დიდი gelsin. მადლობა, ნახვამდის. Biraz daha ikna ახლა olsun. დარწმუნდი? İkna olmak istemiyorum. ოზან არ მინდა დავიჯერო. Bu bir kabus. თავის სიზმარში მეგონა. Beni söyleyince როცა გაიგე რომ მე მესაუბრე, როგორ მოიქცა? გაუკვირდა. ვიგრძენი რომ ძალიან გაუკვირდა. არ იცოდა რა ეთქვა და თვალი ამარიდა. ölmemiş. არ მომკვდარა. Ne çeviriyorsun? ახლა რას გეგმაო? რა ხდება? პოლიციაში რა გინდა? უმნიშვნელო საქმე მქონდა. მამა ზაფერ შენ რა გინდოდა? Nerede? საათ? Yani ne iş პოლიციასთან მე რამე საქმება. Ne diyorsun hiç ვერ გავიგე რას გულისხმობ. Emin misin? დარწმუნებული ხარ? რაღაც ფერი დაგიკარგა. რა სისულელეს ამბობს? საიდან მოიტანე? konuşma ya. ძებნილების ფოტოები ქონდათ გამოგრული. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი ყურადღება დაიფურ. სად არის იელდა? Ne რას ამბობ? მამა ამარამზადა მიელდა მანქანაში ძალით ჩასვა და წაიყვანა. კარგი, კარგი. ამ საქმეს მე მიხედავ. გამატარე. ადექი. Derdin ne? ბიჭო, lan? გამაგებინე რა გინდა? Bak Zafer. მისმინე მამა ზაფერ, ხომ იცი რომ შენი ქალიშვილი ზეგიჟემდე მეყვარს? Başlat. ახლა ნერვები არ მომიშალო, ჩემი ქალიშვილი მოიტაცე? თუ რა გააკეთე? Kızımı mı kaçırdın? Haşa. არა, misafir უბრალოდ ediyorsun. ცოტა ხნით ჩემთან წავიყვანე, სხვა გზა არ მქონდა. არც მან არ მისმენდი და არც ის რა მეკნა. მომისმინე. გოგოს გადაცებისთვის შენს თავს დავაჭერინებ. İyi. კარგი? O zaman ben მაშინ მე პოლიციას ვეტყვი რომ იმ ძებნელს ვიცნობ. Başlat. სისულელეს მოამბობ. პოლიციასთან მე რა საქმე მაქვს? İnşallah. იმედი ასეა. Kayınbaba. შენ ხომ ჩემი სიმამრე უნდა გახდე? მისმინე ვიძია ზაფერ. შენ ქალიშვილთან დალაპარაკება მინდა. ამისთვის ცოტა დრო მჭირდება, სულ ეს არის. მისამართსაც კი მოგცემ. Annem de bize დედა bayağı ჩემიც kara bir ჩვენთან şey არის. yapıyoruz. შენს ქალიშვილს კარგად მოვექცევი. Ha, olmaz dersen. თუ არა და მაინც პოლიციაში წავიდეთ. Polis de al gel kapıma. რა ვიცი, როგორც გინდათ. Ben geldim. იელდას გამო მე ყველაფრისთვის მზად ვარ. Tamam merak კარგი etme. ნოველავ. მისაღებში გაფრთხილებულები არიან, არ შემოუშვებენ. გამარჯობა.
Gidiyorum. Tamam. Tamam. კარგი, მელის დაგირეკავ. ნუ ველავ. Hani Melis? ომთქვა მელის არ ვიცნობა. Neden bu აბა ასეთი გავრაზებული რატომ არის? პოლიციაში რატომ არ მივდივართ? Bizde çünkü Բոլოდ მე და მელის შეგვიძლია ჩვენების მიცემა. bir şey yok. იტყვის ცილს მწამებენო. ოზან ომუთი საფრთხეშია. მასაც რომ რამე დაუშავოს? აგანმა ყველაფერი ომუთის გამო შეედინა. მას არაფერს დაუშავებს. თანას მეც ყურადღებით ვარ. Bu herifin უნდა nasıl bir şey მოვახერხოთ და yapmış? უმოც უნდა დავანახოთ ჰაკანის ნამდვილი სახე. ახლა ჩემი ხომ გიჯერა? Yani ო, olmuştur herhalde. აქამდე არ მჯეროდა, მაგრამ Ben zaten ახლა უკვე inanmamıştım. ნამდვილად დავიჯერე. Ya peki biz bu ამ durumu მდგომარეობიდან nasıl გამოსავალი ispat როგორ edeceğiz? უნდა ვიპოვოთ? ამ ყველაფერს ჰაკანი უმოც თავად მოუყვება. Hem უმოთიც მის ნამდვილ სახეს დაინახავს და დამამტკიცებელი საბუთებიც გვექნება. დამიჯერე. Nasıl? როგორ? Anne დედა ეს რა არის? ნახევარი ნემცხვარი მომიტანე? თანაც სავახშმოდ მივდივარ. რამდენიც გინდა იმდენი მიირთვე ძვირფასო. გუშინ მამა შენთან რატომ დარჩე? Planlı değil. დაგეგმილი არ მქონია დედა. Ne bileyim. რა ვიცი, ძალიან მთხოვა. და უარი ვეღარ ვუთხარი. Beraber Onda da deseydik, seriali çok ertad çok ganaxa. uyuyakalmışım. O da beni uyandıramamış. ამასობაში კი ჩამაძინა. Sana mesaj მას კი atmış, შევეცოდე merak და etme. აღარ გამაღვიძა. ძალიან თავაზიანი ადამიანი გახდა, ძალიან. გუშინ გადაღებაზე პალტო მომიტანა. Ben üşümüyorum. რომ არ გავციებულიყავი. შვენი რადიცის როგორ მოიქცეს. Anne ya. დედა ძალიან Allah გთხოვ, aşkına ამას deme ნუ ამბობ. şöyle, üzülüyorum წყის. ama bak. Kolay değil. ვიცი რომ ძალიან რთული ცხოვრება გამოიარე. Ama ეს მეც კარგად მახსოვს, მაგრამ ქმარი სხვა არის და მამა სულ სხვა. arasında fark var anne. Bana ახლა მისი şefkatin თანაგრძნობა o kadar iyi ძალიან geldi ki. მეხმარება. Zafer de kötü ზაფერიც koca ama ცუდი ქმარია, მაგრამ კარგი მამაა. sonuçta baba. მამაა მაინც. Kızlarına თავის ქალიშვილებს ხომ სხვანაირად dokunuşu ექცევა. ayrı anne. Ben var ya. მე რომ რამე kayanın შემემთხოს, altında თვალს kalsam არა bunu bile ახამხამებს. kıpırdatmaz. Ama მაგრამ kendi როგორც კი მის kızlarına გოგონებს yapmış. გაუჭირდებათ, ქვეყანას დააქცევს. მანაც იცის დედა. Yani hatasını მამა არ უარყოფს რომ შეცდომები დაუშვა. telafi edemeyeceğini de biliyor. Ama იცის რომ ვერ გამოასწორებს, მაგრამ ცდილობს დაკარგული დრო აანაზღაუროს. აბა რა გითხრა შვილო? რაღა გითხრა? ღმერთს ვევედრები რომ დაგიფაროს. იმედი მაქვს რომ შენს მიმართ გულწრფელია და ნამდვილად ცდილობს გამოსწორებას. მინდა ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდეს. ღმერთმა ქნას მე ვწდებოდე. მხოლოდ ამაზე ვლოცულობ. სანამ კარგ მამობას გაგიწევს, ჩემთვისაც მისაღები იქნება. მომავალში სანამ მოხალ დამირეკე. Artık ახლა რიუსგერიც სახლშია. Ben kör müyüm? გგონია ბრმა ვარ? Yok işte. არ შემეძლია. Ben de bir იმავე გრძნობით ვერ გიპასუხებ. Bunu ben sana სხვანაირად როგორ აგიხსნა? defalarca უკვე რამდენჯერ გითხარი. ერთი შანსი მომეცი. აკა, აქ რა გინდა? bırak seni. ნება მომეცი შენთვის ვიბრძოლო. ჰაკან, იცოდე ჩემთან აღარ მოხვიდე. რა ჩემ გააკეთე სახუმარო არ არის. მე გითხარი თუ პირობას ვერ შეასრულებ.
იმედი მაქვს, რომ მომუთი საბოლოოდ ჩემთან დარჩება. გინდა რომ ჩავბარდე? Selda, შულო ვერ გავიგე მამა შენი ტაიფურს რატომ არ გაყვა? Ben de anlamadım ki. ვერც მე გავიგე. Babam ben halledeceğim მამა seni მეთქვა dedi. ყველაფერს მე მოვაგორებო და სახლში გამომიშვა. ალბათ ტაიფურმა იელდა უნდა მოიყვანოს. აბა ისე რატომ გაუშვებდა? უმერთო ეს ტაიფურიც რა გიჟი ყოფილა. Selda. კარგი, აღარ ინერვიულო შულო. მამა შენი იელდას ტაიფურს არ დაუტოვებს. რამეს მოიფიქრებს და სახლში მოიყვანს. დამშვიდდი შულო. დამშვიდდი, კარგი? კარგი. Hocam ფოტოები და დოკუმენტები არაფერი არ მომჭირდება. ama ses თავარი ახმოვანი ინფორმაცია აღვადგინოთ. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ. კარგი, თქვენ ზარს დაველოდები. ჩემს ნომერს დაგიტოვებთ. Tamam. გთხოვთ, Elinizden ძალიან შეეცადეთ რომ აღადგინოთ. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებ. წარმატებები. ნახვამდის. დამიჯერე ბერელს თხოვე სადილი გაეუქმებინა, მაგრამ ბერელმა არ გაუქმა თუ ბატონმა არ მოусმინა და მაინც მოვიდა არ ვიცი. დავიძაბე საყვარელო. ძალიან გთხოვ მაბადიე. ბატონო ტუფან, Siz de çok თქვენც მართალი ხართ, მაგრამ ვერც უმოც გავამტყუნებთ. ne de olsa ბატონ ჰაკანთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ხომ გესმით? yani არა, ახსნა არ არის საჭირო. გოგონა უპატივცემულად არ მოქცეულა, უბრალოდ თავისი აზრი გითხრა. კარიერის დასაწყისში ასეთ პრინციპულ ნაბიჯებს ვაფასებ. გულწრფელად ვამბობ. ასეთი ერთგულება და პატიოსნება სამწუხაროდ ძალიან იშვიათია. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი. გათამამებული არ ხართ. არ თამაშობ და არ ცდილობ მეტი ფული გადამოხდებინო. ამიტომ ნამდვილად დასაფასებელი მსახიობი ბრძანდებით. evet. დიახ, უმუთი ძალიან კარგი გოგონაა. მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. მოგეხსენებათ ამ სფეროში ბევრი ლამაზი მსახიობია, მაგრამ ადგილის დასამკვიდრებლად სილამაზეზე მეტად სხვა რამე არის საჭირო. რაც შენ საკმარისზე მეტი გაქვს. ეს არაჩვეულებრივია. Çok nazik. ძალიან თავაზიანი ხართ. Saygısızlık გამიხარდა რომ etmek ჩემი istemiyorum. ნათქვამი უპატივცემულობაში არ ჩამომართვით. მნიშვნელობა არ აქვს ბატონ ჰაკანთან მაქვს ხელშეკრულება თუ არა. მე მას დავპირდი და ჩემთვის ესეც საკმარისია. Bence ჩემი აზრით იმისთვის რომ ენდო, ჯერ თვითონ უნდა იყოს ანდო. მეც ასე ვფიქრობ. ჩვენი ერია, გეთანხმებით. სხვა არაფრის თქმა არ არის საჭირო. ახლა შენთან მუშაობის სურვილი გამეორმაგდა, მაგრამ ამას ახირებად მოჩამითვლი. მე თანამშრომლობას გთავაზობ. შენ ამაზე იფიქრე. ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. თუ თქვენ შორის ბზარი გაჩნდა, ჰაკანის და თქვენი გზები გაიყო, მაშინ ჩემი შემოთავაზება გაიხსენე. ჩემთან მოდი. ყველაფერზე შევთანხმდებით. ამაზე მაინც დამთანხმდი. რადგან შენთვის მთავარი დაპირება, ამ დაპირებას მე ჩამოგართმევ. İlk sözü ben aldım. Abi kıtlıktan ზმაო თითქოს სლებია შემშილობ. ძალიან მომშივდა. 97'den რამდენი ხანი შემშიარი ხარ? diyorum bir yıl თითქოს რამდენიმე წელი არ გიჭამია. ekmek versen. პური მომაწოდე. Abi ne bu? ზმაო მოწყენილი რატომ ხარ? Ozan abi ოზანი წავიდა? Londra falan ხომ ამბობდა ლონდონში მივდივარო.
Bana ne oğlum ბიჭო ოზანი რაში მაინტერესებს? Ozan'ın გოგონია ოზანი მადარდებს? Ha? Hangi cehenneme ჯანდაბაშიც gittiyse წასულა. git kapıyı aç. მიდი გარგავე. Ben kaç გითხარი გაიქეცი თავი იხსენე მეთქი. მაგრამ ხომ იცი დუიგო როგორი მებრძოლია? Valla ხომ ხედავ მაგიდაზე აღარაფერი დარჩა. biz yiyecek. სადაც არის ჩვენ შევჭამს. Şeyban ო მე უკვე დავნაყრდი. kayboluyor. აჯობებს ავიდე. Konuştuklarımızı ჩვენ düşünelim. საუბარზე იბიქრე? Başka bir şey სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. Yaşadıklarımız ჩვენს წარსულზე ვფიქრობ. etrafında ამდენი ხნის pervane განმავლობაში oldu. ყოველთვის Nasıl შენს ირგვლივ yandığımı ვტრიალებდი. düşünüyorum. Yükünü ჩემი hafifletmek ცხოვრება için. გვერდით მქონდა Hayatını გადადებული. kolaylaştırmak მინდოდა için შენთვის nasıl ტვირთი çaba შემამსუბუქებინა. Senin hayatında yer ვცდილობდი etmek შენს için kendi ცხოვრებაში ადგილი hayatımdan დამეკავებინა, ამიტომ ჩემს ცხოვრებაზე უარი ვთქვი. vazgeçtim. Beni bu kadar kolay ასე იმისთვის harca diye mi? მოვიქეცი, რომ ასე მარტივად გამიმედო? დუიგო, Biraz daha შეგიძლია ხმადაბლა მესაუბრო. Rüzgar. რიუსგარი სახშია. ხომ არ დაგამიწოდა? Tek bir şey söyle. მხოლოდ ერთ რამეზე გამეცი პასუხი. Tek bir cevap მხოლოდ istiyorum. ერთ კითხვაზე მიპასუხე. Beni hiç sevmedin. ოდეს მე მაინც ყვარები ვარ? Gözlerini თვალს kaçırma. ნუ ამარიდებ. Ben gerçeği bilirim. სიმართლე ვიცი. Sadece senden უბრალოდ duymak შენგან istiyorum. მინდა მოვისმინო. Yalanların ყოვლისა და ჩემი arkasına დედანაშაულების Beni გარეშე ერთხელ suçlamadan. მაინც გულწრფელად მიპასუხე. Bir kez olsun dürüst მე olarak უმუდს ვერ söyle. ვივიწყებდი. Ben mi umudu მუდამ aramızda მას ვახსენებდი. Ben mi მაგრამ takıntılı? შენ დაივიწყე? Yoksa sen mi bir an olsun umudu aklından çıkaramadın? Denedim. სადე დუიგო? Gerçekten ნამდვილად çok ბერძელ ვცადე. onu მინდოდა დამევიწყებინა. aklımdan შევეცადე გონებიდან ამომიშალა. Çok არ მინდოდა მის ყოველ დანახვაზე გულს გამალებით დაეწყო ძლიერა. kalbim ო, არ yerinden მინდოდა ასეა. çıkarmış gibi çarpmasın ამას ყველაზე კარგად შენ გამიგებ. istedim evet. როგორ შემიძლია? Bunu en iyi როგორ sen შემიძლია anlarsın. უმოთი დავადანაშაულო? Umut'u nasıl უმოთი suçlayabilirim? დამნაშავე. Onu çok ო, sevdim. ასე ძალიან რომ მიყვარს არა? Suçlayabilirim. ან მე რომ არ ვუყვარ ვარ. Ya da beni სამწუხაროდ ვალდებულების გამოვერების შევიყვარებ. aşk ამიტომ ძალიან გთხოვ. borçlanarak ხოლმეც ნუ დამადანაშაულებ, карგი? lütfen sen ნუ დამდე ბრალს. artık beni ძალიან suçlamak გთხოვ. kes. Olur mu? Kendi საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად ყველაფერს მე ნუ დამავრალებ. ამ შემთხვევასთან არც უმოც აქვს კავშირი და არც ჩემს გრძნობებს. ეს ორი რამ კარგად ვიცით. Neyle ilgisi? აბა რა მოხდა? ყველაფერი შენი ამბიციების ბრალია დუიგო. შეიძლება ის ვერ დავევიწყე, მაგრამ ვაღიარე მაინც რომ უნდა დამევიწყებინა. Unutmak zorunda olduğumu Amazır şevegüve. Bunu kabullenmiştim. Eğer ნება რომ მოგეცა ჩვენი ცხოვრება სხვაგვარად არ იმართებოდა. gerçekten çok başka bir შენმა შესწავლმება ჩვენი ურთიერთობა გააფუჭა. Biz ახლა კი ამას უნდა შევეგუო. bittik. Bunu kabul შენს შეცდომებს თვალი გაუსწორე. ve o არა მე თავგანწირვას არ გთხოვ. ben seni უბრალოდ ის უნდა გააკეთო რაც გევალება. sadece იმ olması ყველაფრის შემდეგ რაც gereken, შეიდინე. yapman gereken კიდევ şeyleri მთხოვ რომ მე შენს yapmaya გვერდით ვიყო? Ki sebep არა, ასე არ შეიძლება. sonra არ შეიძლება დუიგო. yanında durmamı, seninle მე არ kalmamı შემიძლია. takdir bile არ შემიძლია გესმის? Ben მე gitmeyeyim. ვცადე წასვლა. Gelip beni ikna ჩემთან რომ არ etmeseydin, მოსულიყავი და არ დაგერწმუნებინა, belki de იქნება yine ახალი hayata ცხოვრებაც alışmaya დამაწყო. çalışıyordum şu an. Yapma მე dedim. გეუბნებოდი რომ ვერ გივიწყებდი Ben bırakım. და ამიტომ Sen გთხოვდი შენ თვითონ წასულიყავი ჩემი ცხოვრებიდან. beni- Haklısın. მართალი ხარ. Sana inanmak უიმედოდ için ვწვიოდი çaresizce შენთვის direndim. დამეჯერებინა და შენც დაუფიქრებლად განაგრძობდი Sen ჩემს de inandırmak დარწმუნებას. için düşüncesizce çabaladın. Beni can სამაშველო რგოლივით გვერდიდან არ მიშორებდი, Ama karaya tek მაგრამ başına როგორც კი çıkmak ხმელეთზე istedim. გახვედი, თავიდან მომიშორე. Şimdi takdir ახლა კი etmeyi კიდევ მე ვარ bilmiyorum, უმადური. değil mi?
ტაიფურისა ცხოვრობს. Ben gidip alacağım. წავალ და ილდას წამოიყვან. აქ მოდი. Bir gece დასხდებიან და დაილაპარაკებენ. გეუბნები უფლება მე მივეცი მეთქი შენ ვინ გეკითხება. არას ამბობ მამა. ილდას მასზე გათხოვება არ უნდა. რა აქვს ალაპარაკო? ბიჭმა ძალით წაიყვანა ამის ნებას როგორ აძლევ? შენ საერთოდ მოლაპარაკობ. თუ არ უნდოდა ბიჭს რატომ ელაპარაკებოდა და თავის საქვეყნად რატომ შეირცხვენა? მათთან ერთად რომ დასეირნობდი და არაფერს ამბობდი რა გეგონა? სანამ ხალხი ლაპარაკს დაიწყებს ეს საქმე უნდა მოვაგვაროთ. O kadar. დედა შენ ცოცხარი რამე? დედა შენ რატომ ხარ ჩუმად? ზაფერ ისეთი რა ჩაიდინე რომ ქალიშვილს იმედებ. გეფიცები მე არაფერი ჩამედენია ზელიჰა. მათი საუბარი მოვისმენე. ვიფიქრე უბრალოდ შეეშინებდნენ. ნუ როგორც ხდება ხოლმე. ჭკუას ასწავლიდნენ და გამოუშვებდნენ. ცოტა ფულის გამომუშავება მოვიდომე. გეფიცები ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. რა ქენი? მე არ გამიკეთებია. ნავს მართავდი. მათ გააკეთეს. მე რომ მივედი უკვე მკვდარი იყო. უთხარი ამ საქმეში არ გამრიოთ მეთქი. მაგრამ ნავი მე მივიყვანე. და ამიტომ თავი არ დამანების. ზაფერ რა ნახე? დემეთის ხედარი. სულელებმა მითხრეს, უბედური შემთხვევა იყო. ქალი შემთხვევით შემოაკვდათ. მერე კი ზღვაში გადააგდეს. გეფიცები ხელი არ დამიკარებია, მხოლოდ ნავს მართავდი. მაგრამ ვიღაცას მაინც დავონახევარ და ჩემი ფოტოც დახატეს. ამ ტაიფურმა კი სურათზე მიცნო. თუ დამიჭერენ უაზროდ ციხეში ჩამსვამენ. როგორ არ გისმის? იმ გოგონას ხედარი? მე არ მომიკლავს ზელიჰა. გეფიცები, მე არ გამიკეთებია. უმეცი რომ ქათმის დაკვლას კი არ შემიძლია. ჩემი როგორ არ გჯერა? თუ არაფერი ჩაგიდენია, პოლიციაში რატომ არ წახვედი? ამიხსენი. რომ წავიდე, დამიჯერებენ. ის კაცები ცალკე დამდევენ. სად უნდა წავიდე? სად წავიდე? ტაიფური დამბერდა რომ ილდას არაფერს დაუშავებს. დედამისიც იქ იქნება. ზაფერ წარმოუდგენელია. ნუ თუ შენი თავი ქალიშვილზე მეტად გიყვარს. ახლავე წადი და ილდა წამოიყვანე. თორემ იცოდე მე წავალ. უმოცეც ვიფიქრე. დემეთმა და ჰაკანმა იჩხუბეს. რა იცი რომ ჰაკანმა არ მოაკვლევინა. პრესა კი ჰაკანის და უმოთის ურთიერთობაზე წერს. თუ გაიგეს რომ დემეთის საქმეში უმოთის მამის ხელეურებია, ხვდები უმოთს რა დღეში შეახდებენ. ხვდები ამას? Duyuyor musun? გაიგონე? Baba nereye? მამა სადმე დიხარ? Baba gidiyor მამა musun? მიდიხარ? Ablamı o ჩემს და სიმცხოველის ხელში ტოვებ? Nereye ya? სადმე დიხარ მეთქი სად? დავიდამანებე. თქვენ შეცდომებს უშვებთ. მერე კი ჩემთან მოდიხართ და ყველაფრის მოგვარებას მთხოვთ. რომელიმე ნამდვილად შემომაკვდებით. გეფიცები შემომაკვდებით. მე წავალ ცოდას დავისვენებ. მე კი რაც გინდა, ის გენით. Tamam mı? Baba ჩემთვის მამობა არასდროს გაუწევია, მაგრამ მისი იმედი მაინც გქონდა. მისი არსებობა გვამშვიდებდა. ვამბობდით ყურადღებას ვერ გვაქცევს, მაგრამ ძალიან მოყვარვართ და ჩვენთვის სიცოცხლესაც კი გაწირავსო. ამის მჯეროდა. ესაც ტყუილი აღმოჩნდა. მამა, ნუ თუ ამ ქვეყნად არავინ გიყვარს. შენ საყვარელ კაფეში ვიყიდე.
მირთვი, ცხელი კარგია, არ გააციო. Akşama kadar bir şey. მთელი დღე არაფერი გიჭამია. ჩემები პოლიციაში წავიდოდნენ. Ya beni რა გგონია, კიდევ რამდენ ხანს გამომამწყდა. Abinin შენი ძმა ციხეშია. babanla da მამა შენს ველაპარაკე, მე სამართლის კი მივეცი. Hani? მაგრამ დილიდან ვინმე მოვიდა? Sen var mı? ნუ მატყუებ. Bugüne kadar ben ოდესმე მომიტყუები ხარ? yalanı ყოველთვის söyleyemem. შენ მატყუებდი. Yorgunum. არაფრად მაგდებდი. Bak. არ დამოწებია, დედა ჩემს რას გაუგეთე. Ama yuttum. მაგრამ არა უშავს, გაპატია. კარგი, O da istemez ახლა artık მასაც seni. აღარ ვუნდივარ. Bak sen de შენც karışma. გაბრაზებული ხარ ჩემზე. Ya bu რა düşmanlıkla გინდა? evlilik მაინც değil. გინდა Ne რომ istiyorsun დავქორწინდეთ. benden? Ben seni მიყვარ ხარ. რამდენჯერ ვცადე, მაგრამ şuradan söküp გულიდან მაინც ვერ ამოგლიჯე. gönlümün eşi არ sensin. შემიძლია. Ölümüne Sen bırakmam çemi demedim guli ben xar. sana. Yolunu- ხომ გითხარი, ömrümü მოვკვდები და biliyorum, არ daha ne გაგიშვებ. yapayım be kız? შენთვის სიცოცხლეს გავწირავ. Ne senin მეტი რა benden უნდა ვქნა, სხვა რა უნდა გავაკეთო. ne de benim senden. მითხარე, ჩემს ეგეთ წასასვლელი არსად გაქვს. Ya anne karıdan დედა beri პოლიციაში წავიდეთ, რას ველოდებით? მართალია, შვილო. მამა შენისაც წავიდა, არ ვიცი. მუსა ციხეშია. ტაიფურს უფლება მისცა იელდას დალაპარაკებოდა. ბიჭს უთქვამს არაფერს დაუშავებ, მხოლოდ დაველაპარაკებიო, რა გავაკეთო? დედა გინდა რომ ასე მშვიდად ვისხდეთ? მუსა და მამა არ არიან, მაგრამ მე ხომ აქ ვარ. ალი, ტაიფური რომ გაგიჟდეს, თავს რომ დაგესხას და გავიწყდა იახია როგორ მოიქცა. ბიჭმა ჩემი და მოიტაცა და კიდევ მე უნდა მეჩხუბოს დედა. შვილო, საყვარელო. ჯერ არ დაღამებულა. ტაიფურმა რომ თქვას, არ გამიტაცებიაო, ჩემს ყოფილ საცოლის ველაპარაკები, მშობლები მოწმეები არიანო. მერე რა ვქნათ? ვუჩივლებთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწევთ. გათენდეს. ჯერ გაირკვეს, რომ ნამდვილად დამნაშავია და ამ საქმეს მერე მივხედავ. უნდა მოვითმინოთ, შვილო. მოვითმინოთ და ვილოცოთ. იქნებ მამა თქვენმა წამოიყვანოს იელდა. მამა, მამა. მამა. მამა, რა მოგივიდა? არაფერია. წამოდი, ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, წამოდი. არა, შვილო, არაფერია. არ შეგეშინდეს. ნეტავ ცოტა გვიან მოსულიყავი. Biraz daha geç gelseydim. Baba saklanacak მამა, bir ასეთი durum რამის mu დამალვა var? როგორ შეიძლება? Ne oldu bir არ anlatsana, მეტყვი რა მოხდა? kaza mı geçirdin? დიდ ქალაქში ცხოვრება რთული ყოფილა. Sen yaşta არა მზადამ შენ ხელა გოგონას ჩანთა წაართვა. როგორ გავჩერდებოდი? ვიფიქრე დავედევნები და დავიჭერ მეთქი. tam yakalıyorum. უკვე დავეწიე, როცა მერე? Baktım იმ ეშმაკს თურმე მეგობრებიც ელოდებოდნენ. სამი ვერტროულად დამესხათავს. მადლობა ღმერთს წინააღმდეგობა გაუწიე, მაგრამ აი შედეგი. კარგი რა, მამა. Sana mı düştü? კარგი რა. Baba საერთოდ bak doğru სიმართლეს söylüyorsun, değil mi? მეუბნები? Başka bir şey var რამეს mı? ხომ არ მატყუებ? შვილო, სხვა რა უნდა მომხდარიყო. უნდა დავჭიდე. კარგი, მისაღებში გადი და ახლავე მოვალ. ელდა, გეყოფა, საკმარისია. ელდა, გარი გააღე. Tuvalette misin? საჭირო თახში უნდა გაათენო? Şu kapıyı გამოდი ელდა. კარის კაცი იქნება. açmazsan. კარს გავუღებ. Demet.
ილდა სად არის ბიჭო? სად არის? სად არის მეთქი შეტავხედო? სად არის? სად არის? მამა, თუ წაიყვანე ცოტა ციხეში დაგალბო. პოლიციაში დაგასმენ. თავი გადავირჩინო და შვილი შენ დაგიტოვო? შენ აბიჭორო. ასეთი არამზადა გონი ვარ? ცხოველო, მისმინე, თუ გავიგე რომ ჩემს შვილს მეუახლოვდი, სადაც არ უნდა ვიყო. მოვალ და ძაღლებით მოკლავ. ჩემი შვილი სად არის? სად არის? მითხარი, სად არის მეთქი? მამა, ილდა, შვილო, კარგად ხარ? წამოდი, მივდივართ. სწრაფად წამოდი. წამოდი. ეს ნაძირალა. უპატრონო ეგონი არა იმ უნამუსოს. თავხედი. შულა. რამე ხომ არ დაგიშავა. მითხარი, წავალ და მოკლა ვიცოდე. მეგონა აღარასდროს მოხვიდოდი. მეგონა ჩემი შეცდომის გამო მიმატოვებდი. ჩემი შეცდომის გამო ოდესმე ზურგი შეგიქცევიათ. მამა, მაპატია რომ ამ ყველაფრის გადატანა მოგიხდა. მეც ბოდიში შვილო. არას ამბობდა მამა? რატომ ამბობდა პოლიციაში დაგასმენო? შვილო, მამა შენ მოვირის საბაჭაობიდან ამოსვლა. მუდამ ბეწვის ხიდზე დავდიოდი. სხვაგვარად ცხოვრება არ შემეძლო. წამოდი, სახლში გელოდებიან. მამა, უკეთ ხარ? აქამდე ბევრჯერ ყოფილ ვარავად, მაგრამ წმიანის გამკეთებელი არავინ არ მყოლია. მადლობა ღმერთს. გინდა გაჭამო? არა, ასეთ სუდად არ ვარ რომ ვერ ჭამო. რა გინდა რომ გამანებირო? ასეა შვილო. ცხელი ხომ არ არის? ძალიან გემრიელია შვილო. გემრიელად მიირთვი. ილდა, კარგად ხარ? დაიგო. როგორ მოხდი? იმ ცხოველმა მოგიყვანა? სად არის? მამამ მომიყვანა. მამამ? სახლში რატომ არ შემოვიდა? ალი, სახლში შემოდი შვილო, აქ ვისაუბროთ. ქუჩაში რატომ მოუწყვეთ გოგოს დაკითხვა? ვერ ხედავთ საწყალი კანკალებს. მოდი შვილო, მოდი. ღმერთო ჩემო, პირველი სერიალისთვის 25,000 შესთავაზეს? ამ გოგოს ამდენს უხდიან? მისმენე უმოთ. ადრე გირეკავ, იმედი არ გაგაღვიძენ. არა ბატონო ჰაკან, დიდი ხანია გავიღვიძე. რაღაც გავიგე. სხვა პროდიუსერს შეხვდი? ეს საიდან გაიგეთ? თანაც ასე სწრაფად. უმოთ, კინოინდუსტრია ისეთი დიდი არ არის, შენ რომ გოგონია.
გუშინ საღამოს ჩემი მეგობრის ასისტენტმა დაგინახა. ჩემმა მეგობარმა კი მკითხა შეიძლება მე შემთავაზო როლი თუ არაო. Hakan Bey, ბატონო ჰაკან არასწორად გაიგეთ. სინამდვილეში მე olay öyle değil aslında. მინდა ვწდებოდი, მაგრამ Ama არ გინდა რომ eğer ჩემს istersen ოფისში პირისპირ ვილაპარაკოთ. yüz yüze. Tabii. დიახ, რა თქმა უნდა. რომელ საათზე? Bir 2 saate gelirim. ერთ-ორ საათში მოვალ, კარგი? კარგი. Görüşürüz. დროებით. Aman ben güzel Karg megobars, arkadaşıma kargi güzel çay çayları moğumzade. yaptım. დალია საყვარელო. ცოტა დაგამშვიდებს. Bebeğim. არ ვიცი ჰაკანმა ასეთი რა გითხრა, ან რა გააკეთა, რომ გული გატკინა, მაგრამ ჩათვალე რომ ახლა ცუდი პერიოდი აქვს. ყურადღებას ნუ მიაქცევ. გაბრაზებული იქნებოდა, ასე ძალიან ნუ განიცდი. ძალიან დავიღალესუდე. უკვე წლებია ასე მიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა დაიღალე. Çok fazla საყვარელო merak ძალიან ettim de, დატვირთული ხარ. ყველაფერს შენაკეთებ. საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისგებლობა აიღე. Ettim de ასე ფიქრობ არა? salak gibi. წლების განმავლობაში ყველაფერს მე ვაგვარებდი. İşini, მის დაუფიქრებელ ქმედებებს, მის პრობლემებს, düşüncesiz, ვუძლებდი მის ახირებებს. ilgisiz. ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ ჩემთვის შემოეხედა. ჩემთვის ყურადღება მოექცია. Ben kendimi ჩემს გვერდით ყოფილიყო. girmediğim ღმერთო, რა სულელი ვარ. aptalım. ნამდვილი სულელი. Duygum. დუიგო. Bak yapma. არ გინდა. Bu kadar. ასე ძალიან უგანიცდი. თუ არაფერი გამოდის, თავი დაანებე. რატომ წვალობ? ჰაკანმა თუ ვერ დაგაფასა, თავის თავს დააბრალოს. Hakan'ın kaybı olsun yani. ასეც იქნება. Peki. დავუშვათ, Hakan'ı getirmeye ჰაკანი იქ başardın მივიყვანეთ. Peki itiraf როგორ edecek გონია mi? ყველაფერს აღიარებს? მილიცია ლაპარაკებს. თავარი რაც გთხოვე ის გააკეთო. Onları yap. ყველაფერი მორჩება. O iş bugün bitecek. მიდი ახლა ძალები მოიკრიბა და დაურეგე. ბურეკა. გისმენთ. Alo? Hakan Bey. გამარჯობა merhaba. ბატონო ჰაკან. Kusura bakmayın, ძალიან დიდი rahatsız ბოდიში ediyorum. ისევ მე გაწუხებთ. Ama kim მაგრამ arayayım, უკვე kimi აღარ ვიცი arayayım, ვის თხოვა დახმარება. Ne oldu? რა მოხდა? Ya şey, მელისმა უმოწდა ურეკა და კაფე მავიში დაუთქვა შეხვედრა. önemliymiş მნიშვნელოვან demiş. საკითხზე უნდა დაგელაპარაკო. უთხარი აწახვიდე მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. Kızın yaşadığı გოგო kendine საკმარისად yakışıyor დაიტანჯა. zaten. Bir de o cadı ახლა zehirli კიდევ bir ვიჯადოქარი აურევს გონებას. şey diyorum. იქნება უმოთი სასწრაფოდ ნახოთ. ან იმ გოგოს მიუჩინოთ ადგილი. Ya da o cadıya hak თქვენ თავაზიანობას იჩენთ და არაფერს ეუბნებით. Baksanıza siz მას კი yani უკვე მეტის მეტი böyle მოსდის. hakaretinizden ასე აღარ შეიძლება. O konuşuyor. Tamam. კარგი. Ben halledeyim. მე მეხედავ. Tamam. კარგი, Teşekkürler. მადლობა. ოჩახ. Gel. Alo kurban. მისმინე ქურბან. İş bu. სამსახური ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. Hadi ამ ince. ხელაქალაქში თავის დამკვიდრება რთულია. ძალიან გთხოვ ცოტა დრო კიდევ მომეცი. Kızımı kaç. ჩემს ქალიშვილს ამ საქმეში ნუგარავ. ყველაფერს მე მოვაგვარებ. მამა, Kimle konuşuyor? ვის ელაპარაკები? არავის. Uydularla ilgili. სესხზე და მირაკეს. რაღაცები მითხრეს, მაგრამ მე არაფერი გამიგება. Yok dedim. Kapat. სახლის კი არ მაქვს. Hale sonra. ჰალე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, კარგი? არა, არ გამითიშო. უმოთ, ახლავე უნდა გნახო. Ne oldu? რა მოხდა? Ya. ნუ რაფერს მკითხავ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. Diyorum. Kızım korkutmasana რატომ beni ya, მაშინებ? söyle. მითხარი რა მოხდა? Telefonda olmaz. ტელეფონით ვერ გეტყვი. გელოდები, ახლავე მოდი უმოთ. Bak Hayati. სიკვდილ სიცოცხლის საქმეა. Hale. ჰალე, Ne oldu kızım? რა იყო შილა? Yok bir şey baba. არაფერი მამა. Benim hemen çıkmam სასწრაფოდ lazım. უნდა წავიდე. Görüşürüz. დროებით. Bir şey olursa რამე beni თუ ara. დაგჭირდება დამირეკე, კარგი? კარგი შილა. Telefonunu şarjı ტელეფონი დატენილი გაქვს? არამეს რომ მიხვდეს, თავის გადარჩენაზე ფიქრობს, ამიტომ არაფერს მიხვდება. რომს მიხვდეს აკრას იზემს, ხალხმრავლობაა. Burası kalabalık. ვერაფერს დაგიშავებს. აქვე ვიქნები. Ben რამეს თუ დააპირებს, ჩავერევი. olursa ნუ ben ღელავ. hallederim. Tamam mı? O yüzden merak etme.
Hadi. მალე ყველაფერი მორჩება. Tamam mı? დამშვიდდი, კარგი? Hale ალეს არ ვთქვამთ, რომ დემეთის შესახებ ვიცით. sen sordun. მას წარმოდგენას არ აქვს. როცა კითხავ მისთვის, მოულოდნელი იქნება. ოზან. მაპატიე. გისმენთ. მინდა დემეთ ქაიხანის მკვლელობის შესახებ ჩვენება მოგცეთ. წამომყევით. Kızım aklıma bin ალი türlü şey 1000 რამე geldi ვიფიქრე, oradayken ჩემი ya. სიკვდილი გინდა? Öldürecek რა misin? მოხდა? Ne oldu? Bak. აი dinle ახლა şimdi. ყურადღებით მოусმინე. მინდინი. რას უნდა მოусმინო? გაჩუმდი. ჰაგან? Gittiğini მე გონა წახვედი. Ben არა მე. რა ხდება? ya biraz მოითმინე. sakin ol, მოითმინე და anlayacak. ყველაფერს გაიგებ. საყვარელო, რასაც ახლა მოისმენ, შენ ცხოვრება სრულიად შეცვლის. რადგან ოზანს ყველაფერი მოუყევი, ვიფიქრე, ჩემზე გაბრაზებული იქნებოდი. Ben neyi მე არ ვიცოდი რა შევეხმარებოდი. ჰაგანმა მთხოვა, რომ მათთვის ფული მიმეტანა და წერილი გამატანა. Neydi და onlar? რა ეწერა? წერილში ასე ეწერა: ჩვენი შეთანხმება ძალაშიო. მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ როცა თქვენ მიერ დაკავებული ადამიანი დავინახე, მაშინ ყველაფერს მივხვდი. Anladım. ამდენი ხანი რატომ არ მოხედით? Korkmuş. შემეშინდა. თანაც ვფიქრობდი, რომ ჰაგანი ასეთ რამეს არ ჩაიდენდა. მელეს, შენი ნათქვამიდან ვერაფერი ვერ გავიგე. Ya senin ხომ kafan კარგად ხარ? hakikaten ცოტა bayağı უცნაურად ვლაპარაკობ. ya da tuhaf bir oyun var bu işte. Dalga mı geçiyorsun? შენ რა დამცინი? Bütün bu planı ყველაფერი შენ დაგეგმე. რას ქვია ვერ გაიგე? Adada son კონძულზე რომ ვიყავი, ტელეფონის გათიშვა და გავიწყდა და შენი და დუიგოს საუბარი მოვისმინე. Konuşmalarınızı duydum. გეუბნებოდა დემეთი მე არ მომიკლავს და ვერ დამაბრალებო. Sen bence მის მენას ჯობს ახლა ვემონახო ფსიქოლოგი. მე მგონი ნამდვილად გაგიჟდი. ya da ან რაღაცას მეთამაშები. tuhaf bir oyun. ოზანს ეს უკვე არაერთხელ ვუთხარი. Ona da და კიდევ ერთხელ გადაეცი, რომ მას შემდეგ. onu მას შემდეგ öğrendikten რაც გავიგე, უმოდი ჩემთვის შეულებრივი თანამშრომელი გახდა. hastalıklı ასე ავადმყოფ, რომ თუ მოიქცევა, მასთან სამუდამოდ გავწყვეტ ურთიერთობას. Ona ben mi განა მე უთხარი, რომ seninle yatması? შენთან დაწოლილიყო Bebek და ya. დაეორსულებინე. მათი დაშორება რომ დომოდა, ამ შემთხვევაში ნიშნობას ჩავშლედი. İkiniz უმოთისთვის gördüğünüz ისიც კი არ მეთქვამს, რომ ერთად გნახეთ. Neden? იცი რატომ? არ მინდოდა ჩემი ნათქვამის გამო ერთმანეთს დაშორებულიყვნენ. არ მინდოდა მათ საქმეში ჩავრეულიყავი. მელეს ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს. გასაგებია? Ne sizin და შენი სისულელების მოსმენას არ ვაპირებ. başka bir şeyle. ომართლა. Tebrikler. ისე გულწრფელად გილოცავთ. Gerçekten. ერთმანეთს ძალიან უხდებით. Bir de Ozan'a ოზანს გადაეცი, რომ oyunlar devam თუ ederse. თამაშს გააგრძელებს, İkiniz de ორივეს davaya- გიჩიულებთ. კარგად დაიმახსოვრე. ერთი და იგივე მახეში ორჯერ გაები ოზან.
ეს რა იყო ჰალე? ყველაფერი ოზანმა მოაწყო არა? შენ კი დაეხმარე, დაუჯერებელია ჰალე. მე მგონი ორივე გაგიჟდით. რა დაგემართათ? უმუთ, არა. უმუთი ძალიან გაბრაზდა. არა, არაფერი ამეხსნია. მათი საუბრის მოსმენის მერე გონია მე დამიჯერებდა? ოზანთა შეკარი პირი და რა სისულელიაო. ღმერთმა დასყოლოს. ყველაფერს მიხვდა და თვითონაც თამაში დაიწყო. ო, ისეთი სისულელეები ილაპარაკა შენ და მელის არაფერი გამოგივათ. უმუც ვერაფერს დააჯერებ ოზან. ის კაცი შენზე სწრაფად მოქმედებს. ბატონ ტოფანს და სხვა პროდიუსერებს გარკვევით უთხარი, რომ მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მაგრამ დაიჟინე საბუთები მომცა. უპატივცემულოდ არ მოვაქეცი და გამოვართვი ბატონო ჰაკან. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მოგიყევით. უმოდ ბოლო დროს ყველაფერი აირია. Darbe alıyorum ki ძალიან გადავიღალე. ben de yoruldum. Bizim piyasa შოუ ბიზნესში მოდამ ასე ხდება. yani დაახლოებით ვიცი ვინ რისი გამკეთებელია, მაგრამ შენგან ამას არ ველოდი. dün sen როცა გავიგე რომ სხვა პროდიუსერს შეხვდი, მეწყინა. gerçekten ძალიან მეწყინა. არ დაგიმალა. თქვენს გაუფრთხილებლად და თქვენთან შეუთანხმებლად არც ერთ საქმეს არ წამოვიწყებ. ამ სფეროში როგორ წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო. თქვენთან მუდამ ვალში ვიქნები. ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რასაც ჩემზე გაიგებ, ჯერ ჩემთან გადაამოწმეთ. შენთან საუბარმა ჯგუა მასალა და ყველაფერს ნათელი მოფინა. bayağı bir ოდიშიც უნდა მოგიხადო და მადლობაც უნდა გითხრა. მადლობას გიხდი ჩემს გვერდით რომ ხარ. hakkında yanıltmadığın için sağ ol. Bu ამ ბოლო დროს ისეთ სისულელეებს, უაზრო და უცნაურ რაღაცებს ვისმენ. ღმერთო, როცა გელაპარაკები, მაშინაც კი ფიქრები სხვაგან ვარ. რომ მოგიყვე ვერს კი დაიჯერებ. თუ გინდათ მომეყევით. დღეს მელისმა დამირეკა. ჩემთან დალაპარაკება უნდა და სასტუმროში დამიბარა. რა თქმა უნდა დამინტერესდი. მათთან რა საქმე ან რა სალაპარაკო მაქვს. სასტუმროში წავედი და მართლა გავოგნდი. მერე? თითქოს რაღაცები დავგეგმეთ, რომ შენ და ოზანი დაგუშორებინა. წარმოუდგენელია. თითქოს მე ვიცოდი, მელისი ორსულად რომ იყო და ვეუბნებოდი აბორტი არ გაიკეთო მეთქი. სისულელე არა? რა ხდება? ბატონებს თქვენი ნახვა უნდათ. ჰაკან დემირერი ხართ? დიახ, მე ვარ. დაკავებული ხართ დემერტ ქაიჰანეს მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.